გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა მე ვიმყოფები კანზასში. ცოტა ესეთი ადგილია, რომ იტყვიან ღმერთისგან დავიწყებული. არაფერი აქ რო არ არის სადღაც გადაკარგულში და ავიღე ლოუდი, რომელიც უკვე ამ წელიწადში იქნება ბოლო ლოუდი, ანუ ტვირთი, რომელსაც მე ავიღე. ეს არის უკვე ბოლო ტვირთი. ამ ტვირთს ახლა ჩავიტან, ახლა არა, ზეგ ჩავიტან ილინოისში, ჯოლიეტში. დავაგდებ და მე უკვე წავალ და დავისვენებ, თორე უკვე ამიტომ მაგრად აურია. ახლა კიდე არ აუშავს, სადაც ვიმყოფები, მაგრამ ილინოისის გზაზე, ინდიანა, ილინოისი არის ძალიან დიდი თოვლი, ყინვა, შტორმი და რა ვიცი, 1000 უბედურება, გზები იკეტება, ავარიები ხდება გზებზე, ბევრი ხშირია მოცურება და ასე შემდეგ. მოკლედ, მაინც არ მომასვენა ამ ბუნებამ და აი ამ ბოლო ტრიპის შესრულების დროს მაინც გამიკეთა სურპრიზი. მე გზასაც გადავიღებ, როცა გავემგზავრები და თქვენ თვითონ ნახავთ რა მდგომარეობაა გზაზე. ეხლა კი გაჩვენებთ სადავარ და რა ტვირთი ავიღე. აი ეს ტვირთი ავიღე, ცემენტის ბლოკი ქვია ამას, ესე ეძახიან. ცემენტის ბლოკები 10 ცალია, წონა 40,000-ია, დიდი ეს არ არის მაინც, მაგრამ თვითონ ტვირთი კარგია, მოსახერხებელია დასატვირთათაც, დასაბმელათაც, არაფერი ისეთი პრობლემა არ არის და ეს ტვირთი მიმაქვს რა. ეს მიმაქვს და ჩავიტან და გზაზეც გადავიღებ რა მდგომარეობა იქნება. ახლა უკვე თქვენც ხედავთ როგორი გზა არის. დღისით უფრო შედარებით უკეთესია, რადგან მეტი მანქანა მოძრაობს გზაზე და საბურავები, ასე ვთქვათ, ამ თოვლს, რაც გზაზეა, შლის. ჩემი წონიდან, ანუ გულისხმობ ტვირთი, რომელიც მე მაქვს, 40,000 პაუნდი მაქვს აღებული, ანუ მთლიანად ვარ 75,000 პაუნდი. ასეთ გზებზე სასიარულოდ გეტყვით, რომ კარგია, იმიტომ რომ რაც უფრო მძიმეა მანქანა, უფრო მყარად დგას გზაზე. ეხლა ვინც არის ის ესეთი პრინციპი არსებობს საერთოდ, რომ როდესაც ცურდება ტრაილერი, ამას ეძახიან, აი იკეცება რა, ცხვირი და ის უკან მისაბმელი რაც არის, ესე სამკუთხედი კეთდება, ესე იკეცება. ჯეკნაიფს ეძახიან ამ სიტუაციას და ამისთვის გათვალისწინებულია, რომ სალონში, აი აქ, სადაც მე სიჩქარეების გადასართველი მაქვს, ამისთვის ტრაილერის ტორმუზი არის, ასეთ ჩამოსაწევია და მსგავს სიტუაციაში, რომ გაასწორო ტრაილერი, ზუსტად ამ ტორმუზს ხმარობენ. ანუ გაზის პედალს აწვევი, რომ მოცურების დროს, რომ ცხვირი წავიდეს წინ და შემდეგ ტრაილერის ტორმუზს უშვებ ქვემოთ, რომ გასწორდეს მანქანა. ეხლა ეს ელემენტარულია, ვინც სატვირთოს მძღოლია, ეხლა ყველა მიცის ამის შესახებ, როგორი მოქმედოს მოცემულ სიტუაციაში, მაგრამ დამერწმუნოთ მეგობრებო, არავის არ ურჩევ, ღმერთმა რა ვიცი ყველას აშოროს
მსგავს სიტუაციაში უკვე აღარ წამების მიასედი რო წვითავს ყველაფერს ძნელია რეაგირება სწორად და სწრაფად. მე მოუცურებულ ვარ ყინულზე, ოღონდ დავიმორჩილე საჭე, მაგრამ ვეღარ ვაჩერებდი მანქანას დატვირთულ ტრაილერს. ჩემ წინ იყო კოლონა გაჩერებული წინ და ტორმუს უკვე აზრი არ ქონდა. მანქანა წინ მიდიოდა და რომ მივუახლოვდი უკვე ამ კოლონას, საბედნიეროდ ქონდა საპირისპირო მხარეს გზის ასაქცევი, საწინააღმდეგო მხარეს პროტივს რომ ეძახით და იქით მივმართე საჭე და გადავედი იქით მხარეს რომ არ დავჯახებოდი, იმიტომ რომ მივსრიალებდი, ანუ ვერ ვაჩერებდი ტრაილერს. რომ გავჩერდი მე უკვე ინერციით ნელ-ნელა გავჩერდი. ქვემოთ რომ ჩამოვედი, პირველივე ქვემოთ ასვალზე ფეხი რომ დავდგი, მაშინვე ორივე ფეხი ამისრიალდა და დავეცი ქვემოთ. როგორ გითხრათ, 1-2 სანტიმეტრი ყინულით იყო დაფარული ასფალტი და ისეთ ადგილში მოვხვდი და სწორედ ამიტომ მიყვრენ ჩემ წინ ტრაქები გაჩერებული, ესეთ გრძელი კოლონა იყო, ყველა იდგა, ვეღარ მიდიოდა. და მე კი არ მივდიოდი სწრაფად, მაგრამ მივადექი ამ სიტუაციას. ესეთი რაღაცეებიც ხდება. ძალიან ბევრი ისტორია მაქვს, მსგავსი რაღაც ესეთი გასახსენებელი. ეხა ისე ნუ გამიგებთ მონადირეებმა რომ მიციან, რომ ყველას რომ დათვიყავს მოგლული და რაღაც. არა, ნუ სამწუხარო თუ არ ვიცი, ეხა რა დავარქვა ამას, არ ვიცი, მსგავსი პროფესიის ადამიანების ცხოვრებაში ხშირად ხდება ესეთი სიტუაციები, რაც მე მოგიყევით ახლა. თქვენც ხედავთ ახლა მე რომ მივდივარ, ტრაილერი მე მგონი არც შემხვედრი. ამიტომ დროა ჩემი გაჩერების. სადღაც 9 მაილშია უკვე დარჩენილი სერვის არეა, 9 მაილში მივალ და გავჩერდები და აღარ გავაგრძელებ ამ ღამით გზას. შემოვედი ახლა მე რესტარიაზე და რომ ვამბობდი გზაზე რომ სად არიან ტრაქები არ ამხდებიან მეთქი, სად არიან. მე ესე გავაჩერე, იმიტომ რომ ადგილი არ არის ფაქტიურად, არსად. და ესე თოვლი ტრაილერები. ესე გავაჩერე გზაზე, ფაქტიურად გზაზე ვდგავარ სერვის არეაზე. ესე კოლონაა ჩამწკრივებული ტრაილერების და მეც აქ გავჩერდი. ესე მოვიწევს ახლა მთელი ღამე აქ ყოფნა, გომა, ასე ვთქვათ და დილით რომ გათენდება უკვე გავაგრძელებ გზას. ვისაც როგორ შეეძლო, ისე დაპარკინგდა და გააჩერა. დილა მშვიდობის, გათენდა ჩემთან. არ არის ცუდი ამინდი. როგორი ლამაზიცაა ახლა თენდება. ზეც ამოდის და ამ ყინულს და თოვსაც დაადნობს. ვიყავი მთელი ღამე გაჩერებული. ყავა ავიღე ხა, მაკდონალდია კიდე. სენდვიჩი ავიღე და გავაგრძელებ უკვე გზას. ბევრიც არ დამჩა ჩასასვლელი და სერნობით ჩავალე რა. გავარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით კიდე.
ჩამოვედი ხა მე დანიშნულების ადგილას, სადაც უნდა დავცალონ. აქ არის კონსტრაქშენია, ანუ შენებლობა მიმდინარეობს რაღაცის. ჩიკაგოსთან ახლოს არის ეს დასახლება ჯოლიეტი ქვია. და აქ დამცლიან ახლა. თლად მოსახერხებელი ადგილი არ იყო აქ რომ შემოვედი, მაგრამ როცა კონსტრაქშენია, ყოველთვის ესეთ ადგილებში გვიწევს ხოლმე შემოსვლა. ეხლა ამას ჩამოვიღებ ყველაფერს რაც არის. შემდეგ ვეცდები რომ სამრეცხაო ნახო ახლოში სადმე გავრეცხო ეს მისაბმელი ტრაილერი და ისე ჩავაბარო თავის პატრონს, კომპანიას. დაუტოვებ ამ ტრაილერს და უკვე გავემგზავრები ნიუ-იორკში. ამით ამოუწურავ ჩემს მუშაობას ამ წელში, 2025 წელს ამით დავხურავ. შემდეგ ვნახოთ ახალი გეგმებით დავბრუნდები 2006-ში, მაგრამ მანამდე შუალედებში კიდევ რაღაცას კიდევ მოვიფიქრებ, ნახოთ. მე კიდე მაქვს ასევე ტაქსის Uber-ის აკაუნტი, ასევე ლიცენზია, ანუ პარალელურად შემიძლია ასევე ტაქსიც ვიმუშაო. და ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ხანდახან შეიძლება უბრალოდ აი ჯიბის ფულს რომ ეძახიან, ხანდახან ტაქსიც კი დავჭდე. შემდეგ უკვე გაზაფხულს დაველოდები და გაზაფხულზე მინდა რომ ეს ჩემი ტრაკი, ტრაილერი თუ რაც ქვია, ნუ რეალობაში ბობთეილია. ხელი მინდა შევავლო ამას რაღაცები გავუკეთო, ჩეკიც ამინთო. რაღაცები აქვს გასაკეთებელი ყველაფერს. გავამზადებ, გავარემონტებ, მოვიყვან წესრიგში და შემდეგ უკვე შემეძლება ესევე მუშაობის გაგრძელება. ამ პირობებში ახლა ზამთრის პერიოდში ესეთი კონდიციით არ ღირს ფიქრობ ტრაილერზე მუშაობა, პლუს ამას როგორც გითხარით, ფასები ძალიან დაბალია. ზამთრის პერიოდში კიდევ მუშაობა ძალიან რთულ პირობებში გვიწევს და ამიტომ ვამჯობინებ რომ პირველი წელია, რომელიც გადავწყვიტე რომ აი ზამთრის პერიოდში აღარ ვიმუშაოთ. ნახოთ როგორ გაამართლებს და შემდეგ უკვე იმის მიხედვით კიდევ უფრო დავიგეგმებით. ესეც ამის დასასრული მეგობრებო რომ მიტყვიან. ჩავაბარე ჩემი მისაბმელი კონესტოგა. გარჩი მხოლოდ ოპთეილით და ეხლა მივუყვები გზას ნიუ-იორკისკენ. უпроსტად ჩავალ ნიუ-ჯერში. იქ დავაყენებ პარკინგზე ჩემს ოპთეილს და წავალ მე სახლში. გავუყვეთ ნელ-ნელა გზას შინისკენ, როგორც იტყვიან. და ერთი საინტერესო სტატისტიკის შესახებ მინდა მოგიყვეთ. მე ეს ტრაილერი შევიძინე 2022 წლის 24 თებერვალს. და მის შემდეგ ამ ტრაილერით მუშაობ. თუმცა ახლა მანამდე მე მუშაობდი ლისით ყავდა, ანუ ნაქირავები ყავდა ტრაილერი და ისე მუშაობდი, მაგრამ უკვე შემდეგ ჩემი საკუთარი ტრაილერით გავაგრძელე მუშაობა. მოკლედ გამოვთვალე, მაშინ რამდენიც ქონდა ტრაილერს გავლილი, დღეს რამდენიც აქვს, მილიონზე მეტი აქვს უკვე გავლილი. და აღმოჩნდა რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე მე გავიარე 600,000 მილი. ეს არის დაახლოებით კილომეტრებში უკვე
მილიონამდე კილომეტრი. და ეხლა რა ხდება ამ ხნის განმავლობაში, ეხლა როგორ მოახერხე მე ამდენის გავლა, ფაქტიურად ისე რომ შესვენება ნაკლებად ვიღებდი, სტატისტიკურად ესე მუშაობდი, რომ მინიმუმ თვე-თვენახევარი, ხან 2 თვეც ყოფილა, რომ არ დამისვენია ისე ვაგრძელებდი მუშაობას, შემდეგ ჩავიდოდი სახლში, 1 კვირით, მაქსიმუმ 1 კვირით დავისვენებდი და შემდეგ ისე უბრუნდებოდი სამუშაოს. სწორედ ამით მოახერხე ამდენი მილების გავლა. ხო და ავდექი და ხელოვნურ ინტელექტს კითხე, დამითვალე ერთი, აბა რა ხდება ჩემს ირგვლივ, რა ვიარე, რა გავიარე, რა ხდება სტატისტიკა. აღმოჩნდა ესეთი რამ, რომ ესე იგი 24 ჯერ მაქვს წრე დარტყმული დედამიწისთვის, 2 ჯერ ვარ ნამყოფი თვარეზე და მესამე ნახევარზე მეტი გზა მაქვს უკვე გავლილი. დავწვი $340,000 საწვავი და საშუალოდ დღეღამეში 12 საათი მაქვს გატარებული საჭესტი. ნუ შეიძლება ვიღაცისთვის ეს იყოს ახლა შთამბეჭდავი ციფრები, მაგრამ გეტყვით რომ მე გამონაკლისი არა ვარ. ქართველების მაგალითზე გეტყვით რომ ის ვაჟკაცი ბიჭები რომლებიც ტრაილერზე მუშაობენ, ჩემნაირი სტატისტიკა თუ არა, ჩემზე უკეთესი ექნება, რა თქმა უნდა. და ესეა, როცა ადამიანი მუშაობ და პირველ ნაბიჯებს დგავ ამერიკაში, მით უმეტეს ყველაფერს იწყებ ნოლიდან, ცდილობ რომ რაღაცნაირად შენი ცხოვრება რაღაც ჩარჩოებში მოაქციო, რელსებზე დააყენო და ამისთვის სჭირდება თავდაუზოგავი შრომა. ზუსტად ამის გამო იყო რომ ესე მიწევდა მუშაობა. მერე უკვე გარკვეული პერიოდის მერე ადამიანი ცდილობს, რა თქმა უნდა, რომ ცხოვრება გარკვეულ კანონზომიერებებს დაუქვემდებაროს. რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავის ცხოვრება, პირადი ცხოვრება და იმასაც მიხედვა ჭირდება. ჯანმრთელობასო თავი დავანებოთ. იმიტომ რომ ასეთი მუშაობა ყოველთვის საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. მე ხა ყოველ 6 თვეში ვაკეთებდი ჩეკაპებს. გავდიოდი სამედიცინო შემოწმებას. საბედნიეროდ ჯანმრთელი ვარ, არაფერი არ მჭირს, არც ფიზიკურად, ფსიქოლოგიურადაც გაწონასწორებული ვარ, არანაირი დარღვევა არ მაქვს, არანაირი სტრესი. მაგრამ რა თქმა უნდა, ასეთ რეჟიმში გაგრძელება არ არის მიზანშეწონილი და ჯობია რომ ადამიანმა ადრე თუ გვიან შესძლოს უკეთესობისკენ ცხოვრების შეცვლა. და რას გულისხმობ? გულისხმობ იმას, რომ ჯერ ცხოვრება, პირადი ცხოვრება და შემდეგ მუშაობა. თუმცა მუშაობის გარეშე ამერიკაში ცხოვრება არის წარმოუდგენელი. ამიტომ უნდა ყველამ შესძლოს ისეთი რამ, რომ დაუქვემდებაროს რაღაც ჩარჩოებს ეს ყველაფერი და ისე ააწყოს, რომ თავისი ცხოვრებაც კონდეს და შეთავსებით, რა თქმა უნდა, სამუშაოც. ზუსტად ახლა ამ პერიოდს გავდივარ მე უკვე და პირველი დიდი შესვენება გამომივა, რომ ტრაილერზე არ ვიმუშავებ, რაღაცებს ჩემთვის ცალკე გავაკეთებ, ცხოვრებას, პირად ცხოვრებასაც უფრო მეტ დროს დაუთმობ და ალბათ ეს არის ის კონდიცია, რაზეც იყო ჩემი მიზანი მიმართული, რომ ზუსტად ამ დონემდე მისულიყავი, რომ შემძლებოდა რომ გარკვეულწილად ასეთი ტემპით აღარ ვიმუშავ.
ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება, რა თქმა უნდა, ეს გარკვეული მომენტი, ადრე თუ გვიან, ეს უბრალოდ დროის ამბავია, ზოგი ადრე ახერხებს, ზოგი გვიან ახერხებს. გააჩნია კიდე რა ვალდებულებები გაქვს ცხოვრების მიმართ აღებული. ასე რომ შევხედოთ, გაგრძელდება ცხოვრება, რა თქმა უნდა, უკვე სხვა ჩარჩოებში. ალბათ უფრო მიმზიდველი და ლამაზი იქნება, ვიდრე ფანჯრებიდან ყურება. გულისხმობ ტრაილერის ფანჯრებიდან ყურება, მთელი 48 შტატი მაქვს მოვლილი ამერიკაში, ყველა შტატში ვარ ნამყოფი, რა ვიცი. არ დამიტოვებია მნიშვნელოვანი ქალაქი თუ დასახლება, რომ ნამყოფი არ ვიყო, ტვირთი არ მქონდეს ან ჩატანილი, ან აღებული. მაგრამ ამას ყველაფერს მე უყურებდი ბორბლებიდან, ასე ვთქვა. იმიტომ რომ მე ხო გასართობად არ დავდიოდი სამუშაოდ. რა თქმა უნდა, ესეც შთამბეჭდავია, ეხა თუნდაც ესე, რომ მუშაობ და პლუს ამას უყურებ გარშემო ყველაფერს, კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ აღიქვა ამერიკა, როგორი ცხოვრებაა, სად რომელ შტატში რა ხდება, როგორ გამოიყურება, იმიტომ რომ აქ შტატები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, როგორც მოსახლეობით, ისე ბუნებით, რა ვიცი, ყველაფრით. ამიტომ არის საინტერესო ამ ყველაფრის ნახვა. მე შევძელი მოვახერხე, ვნახე ყველაფერი, არა ისე როგორც ტურისტმა, მაგრამ მაინც საკმარისია იმისთვის, რომ წარმოდგენა შეგექმნას ადამიანს, სად როგორი ცხოვრება. ესეა ჩემო მეგობრებო, ესე მიდის და გრძელდება ცხოვრება ამერიკაში, ხან ერთ ადგილას ხარ, ხან მეორე ადგილას. აქ ერთი დაუწერელი კანონია, რომ როგორც ყიდე, ისეა ცხოვრება, ყოველთვის მზად უნდა იყო ამისთვის, რომ ხანა ზემოთ ადიხარ და ხან ქვემოთ ჩადიხარ. გააჩნია სიტუაციას, იმიტომ რომ აქ სიტუაციები ძალიან ისე იცვლება სწრაფად და ამისთვის თუ არა გაქვს გათვალისწინებული და დაგეგმილი როგორ უნდა იმოქმედო, მერე უკვე გიწევს შეგუება და ბრძოლა სიძნელეებთან. ეს მე თავიდანვე ამ აზრზე არ ვიყავი ჩამოყალიბებული, რა თქმა უნდა. აქ მუშაობამ, აქ გამოცდილებამ დამანახა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ გაჭირვებაც გამოვცადე, დალხინებაც გამოვცადე, მაღლა აფრენაც, დაბლადაცემაც, ყველაფერი ასე ვთქვათ ერთად და გარკვეული ცოდნა დამიგროვდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავაგრძელო ჩემი ცხოვრება ამერიკაში. ეს არის რაც მინდოდა კიდევ ერთხელ მეთქვა თქვენთვის, მადლობთ რომ მიყურებთ, ძალიან ვაფასებ, ასევე მიხარია როცა კომენტარებს წერთ, დადებით კომენტარებს, გამოხატავთ თქვენს ან რჩევას, ან დაკვირვებას, ან აღტაცებას, ან მოწონებას, ან არ ვიცი, ნებისმიერ ამას. ჩემთვის ეს რა თქმა უნდა ასმაგად სასიამოვნოა და მისაღებ. მადლობა კიდევ ერთხელ რომ მიყურებთ და ყველას გისურვებთ წარმატებას ცხოვრებაში. მე რა თქმა უნდა ისევ გავაგრძელებ ვიდეოების გადაღებას, ოღონდ უკვე მე თქვენ სხვანაირ ამერიკას გაჩვენებთ. უკვე სხვა თვალით დანახულ ამერიკას. წარმატებები ყველას და კიდევ ერთხელ მადლობა. We
together